გველოდებათ. ზაზა. როგორ ახარ ზაზა? ნიკოც მოვიდა. ჩვენს ადგილზე ვართ. მოგესალმებით მეგობრებო. ამოვედით მაგიდებთან ჭილზე. გვინდა პორტალები განვიხილოთ. თუ რა სხვაობაა პორტალსა და ჩვეულებრივ ხიდს შორის და ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენთან ერთად მოდიოდა ნიკოც თავისი უნიმოგით, მაგრამ რაღაც საბურავზე რაღაც პრობლემა შეექმნა. თუ არ ვწდები, საბურავმა გაუშვა ჰაერი და აღარ გვინდა წვალება და დავტოვეთ ნიკოს მანქანა. როგორც მოგეხსენებათ, არაერთხელ გქონია საუბარი ჩვენ პორტალურ ხიდებთან. ალბათ იცით, ძალიან ბევრი ვიდეოები არსებობს. ანუ ჯიპებზე გადაკეთებული პორტალური ხიდების, არსებობს სხვადასხვა სახეობის პორტალური ხიდები, აგრეთვე ამ ბოლო დროს აქტიურად შემოდის საქართველოში ეს უკრაინული პორტალები. და ამათ შორის სხვაობა რო გავაკეთოთ როგორია, ამ პორტალებს რა დანიშნულება აქვს და ასე შემდეგ. მოკლედ დავიწყოთ ჩვენი უნიმოგით. აგერ ნახეთ ელემენტარულად სხვაობა რო ნახოთ პორტალსა და ხიდებს შორის. აი ხედავთ ხომ? ჩულოქი ჩვეულებრივ ავტომანქანას, ჩვეულებრივ ჯიპს, ჩულოქიანი ჯიპი რომელიც არის, გადის და პირდაპირ შუაში, საბურავის შუაში, გულის შუაში უერთდება ყუმბარით ან ჯვარედინათი. ამ შემთხვევაში აგერ ყუმბარა ჩანს სად არის, მაგრამ ამის მარცხენა მხარეს თეფშივით რომ არის, ხედავთ ხომ, შეერთებული. აქ ერთი დიდი კბილანა არის, ქვემოთ მეორე შედარებით პატარა კბილანა აქვს და მეორე კბილანაზე შეერთებული არის ანუ საბურავი არის დამდგარი. ეხლა რას გვიშვება ჩვენ ეს პორტალი და რატომ ხდება ესე, რომ ფაქტობრივად ხიდი იწევა ზემოთ, პორტალი ჩამოდის ქვემოთ და გვეზრდება კლირენსი. აი მაგმის გულისთვის, მხოლოდ ამ კლირენსის გულისთვის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს პორტალი. რა არის კლირენსი? პირველ რიგში ვთქვათ, ის კლირენსი არის მიწის ქვედა წერტილიდან, ანუ მიწის ქვედა წერტილიდან, სადაც დგას მანქანა, ყველაზე მაღალ, უფრო სწორედ ყველაზე დაბალ წერტილამდე, აი ჩამოშვერილი გულს ხო ხედავთ ხიდის. აი ეს ამას ქვია კლირენსი. რამდენი სანტიმეტრიც არის? აი ეს ითვლება, რომ ამის კლირენსი არის ამდენი სანტიმეტრი. აქედან გამომდინარე პორტალურ ხიდებს აქვს კლირენსი მაღალი, რომ ხიდი არ არის კიდევ ერთხელ ვიძახი შუაში პირდაპირ მიერთებული საბურავთან, ცალკე აქ აი ესეთი მექანიზმი უყენია, რომელიც შედგება კბილანებისგან, ჩამოდის დაბლა და ეს კბილანებიდან აი აქ არის შუაში მიერთებული, რაც გვიქმნის იმას, რომ კლირენსი გვეზდება დაახლოებით საშუალოდ 10-დან 12-13 სანტიმეტრამდე. ანუ ნორმალურ საბურავებზე ერთი და იგივე მანქანაზე რომ შევადაროთ პორტალური ხიდი და ჩვეულებრივი ხიდი, საშუალოდ გვაძლევს სხვაობას 10-12 სანტიმეტრს. მოდით ახლა გადავიდეთ ზაზას მანქანაზე, იმიტომ რომ წლების მიხედვით უნიმოგებს და სხვადასხვა მანქანებს აქვს სხვადასხვა მოდიფიკაციებით. ნახეთ ამის პორტალი როგორ ხიდი როგორი არის ჩვენსგან განსხვავებით. აი დააკვირდით, ამის ხიდი ესეთია. ეხლა ვნახოთ ჩვენთან მივიდეთ ხიდი და ნახოთ როგორია ხიდი. ხედავთ, აი ესეთი ხიდია. ანუ ჩემი არის უფრო ძველი მოდელი, მეტად ახალი მოდელი არის ზაზას მანქანა, თუ არ ვწდები 96 წლიანია. ამას უკვე სხვანაირი ხიდები აქვს. შესაბამისად, პორტალებიც განსხვავდება ერთმანეთისგან, აგერ სასუნთქიდან ზეთი გაუშვა, არა უშავს. ამის პორტალებიც სხვაობა არის. თუ იცით თქვენ უნიმოგები 404-ები, იმ 404 საერთოდ
სხვანაირი პორტალი აქვს, შედარებით პატარა პორტალია და ამ ორი მოდელისგან განსხვავებით ეს მოდელები 30-35%-ით უფრო ძლიერი პორტალებია, ვიდრე Unimog 404-ის პორტალები. აი ელემენტარულად ცალკე ეს პორტალის ნაწილი რომ ავიღოთ, ეს ბევრად დიდი აქვს ამ პორტალს, ვიდრე Unimog 404-ის მოდელს. ანუ ესენი უფრო ძლიერია, იმიტომ რომ ეს მანქანები უფრო მეტ სიწონის და აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ მეტად ძლიერი ხიდები კონდეს და პორტალები. პორტალს კიდევ დადებითი რა აქვს? ანუ პორტალის გადაცემები უკვე შენელებულია ქარხნულად თვითონ მანქანებს Mercedes, Unimogs, Volvo C303-ის პორტალებს რომ ეძახიან, ესენის ბევრ მანქანაზე დგას. საქართველოშიც რამოდენიმე მანქანაა, რომელიც ამ სახის პორტალებზე დადის. ფაქტობრივად მთლიანი ხიდი აქვს, აი Volvo-ს და Unimog-ის, აი ეს მთლიანი ხიდი აქვს თავის პორტალებთან ერთად მოხსნილი და გადატანილი Nissan პატრულებზე ბიჭებს. რითი ჯობია Volvo C303-ის ხიდი Unimog-ის ხიდისგან. რო შევხედოთ და შევაფასოთ, რა ვთქვათ, ანუ Volvo-ს C303-ის ხიდი არის ბევრად მჩატე და უზრუნველყოფს იმას, რომ უგზოობაში გადაადგილების დროს მძიმე მანქანა ყოველთვის იძირება ტალახში უფრო ღრმად, ვიდრე მჩატე მანქანა. აქედან გამომდინარე უმეტეს შემთხვევაში შეჯიბრებებზე უფრო ბევრად კარგია და უკეთესია Volvo-s პორტალები გვეყენოს, ან თუნდაც უკრაინული პორტალები, ან თუნდაც ტიბუსის პორტალები მნიშვნელობა არ აქვს, რომლებიც გვერდებიდან ყენდება, ანუ თავისივე ღერძზე, თავისივე ეგრეთ წოდებულ ჩულოგზე, ვიდრე მთლიანად აი წარმოიდგინეთ რა სიმძიმე იქნება ეხლა ამის პორტალი თავის ხიდიანად რომ მოხსნათ და დავაყენოთ ნებისმიერ სხვა მანქანაზე. მაგიტომ ერიდებიან, უფრო მეტად ყენდება ამის პორტალები Ford-ზე F250, F350 საკმაოდ გამძლეა, დადებითი მხარე ამას ის აქვს, რომ ბევრად გამძლეა, ვიდრე ჩვეულებრივი ხიდები და ჩვეულებრივი ის პორტალები, რომლებიც არის თქვა 404-ის და უფრო მჩატეა, რომელიც არის სხვა სახის პორტალები, ეს ქარხნულად გამოდის ამ მანქანაზე და შედარებით მეტი რესურსიც აქვს. რაც შეეხება უკრაინულ პორტალებს, არის საქართველოში რამდენიმე მანქანაზე დგას, ანუ რჩება თავისი ჩულოგი, ეს ეგრეთ წოდებული ხიდის ნაწილი, ძვრება თავისი ქარხნული მხარეები Nissan პატრულზე, როცა აყენებენ და პირდაპირ უყენდება პორტალები. ანუ ფაქტობრივად აი ეს ნაწილები იყიდება. ეს აქვს უკრაინულ პორტალებს, აქვს ტიბუს და ამერიკულია, მე მგონი კიდევ ერთი კომპანია, რამოდენიმე კომპანია აწარმოებს ასეთი სახის პორტალებს. თვითონ პორტალებშიც არის სხვაობა. ანუ არსებობს პორტალს რომ მოხსნი, ვთქვათ, აი Unimog-ზე მაგალითად, აი საბურავი რომ მოიხსნას და გამოვიდეს, შიგნით არის ორი დიდი კბილანა, ერთი ძალიან დიდი კბილანა და იმის ქვემოთ არის პატარა კბილანა, იმ კბილანის გულზე არის ეს მიმაგრებული. უკრაინულ პორტალებს და სხვა სახის პორტალებს, მაგალითად ტიბუსის პორტალებს, თუ არ ვწდები 4 კბილანა აქვს და 4 პატარა კბილანები აქვს გადაცემები. ანუ ამასაც იგივე აქვს, ერთი დიდი კბილანა აქვს ზემოთ და შედარებით ცოტა პატარა აქვს ქვემოთ, რომელიც მიერთებულია ამის შუა გულზე. აი ასე გამოიყურება Unimog-ის ორკბილიანი პორტალი. ხოლო ასე პინცგაუერის ხიდის გული. ამ პორტალს თუ დააკვირდებით, სხვისგან განსხვავებით 4 კბილანა აქვს. ეხლა მინდა მეგობრებო განვიხილო დაბერვის სისტემა, ანუ თვით დაბერვის სისტემა საბურავების, რომელიც შეგიძლიათ მანქანიდანვე მართოთ, ეგრეთ წოდებული პატკაჭკებს რომ ეძახიან, პორტალებზე როგორ დგება, საიდან მოდის ეს ჰაერი, როგორ მიდის და როგორ არის შესაძლებელი ამ მანქანაზე საბურავები დავბეროთ, დაუშვათ ისე რომ მანქანიდან არ გადმოვიდეთ. აი მოკლედ დავბრუნდეთ ისევ აქ. აი ეგ სადღაც დაბლითა კბილანის გამოყოლებაზე იხვრიტება, უყენდება პატარა ძუძუკი, შედის აქედან ჰაერი
ქვედა კბილანა იხვრიტება პირდაპირ და გამოდის აი აქ და აქედან ძალიან ადვილად უკვე შესაძლებელია დაუერთდეს ჩვენ დასაბერ სალატნიკზე. შემდგომ დაცვა უკეთდება აქ რომ ტალახში და უგზოობაში არ დაგვიზიანდეს და შესაძლებელია სრულიად დაუერთდეს ეს კომპრესორზე და კომპრესორის საშუალებით შეუძლოთ ამის წნევის კონტროლი როგორც დაშვება ასევე დაბერვა. ის ცალკე ელექტროსისტემაა რომელიც შეგვიძლია შევიძინოთ, იყიდება კიდეც ჩინურ საიტებზეც არის. დანარჩენი პრობლემა არანაირად არ არის არაფერზე. ქარხნულად ეს დასაბერი სისტემა რუსულ მანქანებს მოყვება ურალებს, გაზ-66-ებს, სხვადასხვა კრას თუ არ ვწდები. უნიმოქსაც მოყვება რამოდენიმე ვარიანტს, ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს არც ერთ მანქანაზე ქარხნულად ეს დასაბერი სისტემა, მაგრამ ამის დამონტაჟება დიდი პრობლემა არ არის ჩვენთვის. შესაძლებელია სამომავლოდ დავგეგმოთ კიდეც და დავამონტაჟოთ ეს ეგრეთ წოდებული პატკაჭკები. დანარჩენი ელექტროსისტემა რაც არის ძალიან ადვილად შეგვიძლია შევუკვეთოთ და ჩამოვიტანოთ და გავმართოთ და დავაყენოთ. მნიშვნელოვანია კონდეს კარგი კომპრესორი, მნიშვნელოვანია კონდეს ძლიერი კომპრესორი, რომელიც შეძლებს და უზრუნველყოფს ამის დროულად დაბერვას. ახლა გავზომოთ ეს საბურავები არის დაახლოებით 51 ინჩნახევრები და რამდენი აქვს ამ შემთხვევაში გიორგი მოგვეხმარება, მოგითხრას კლირენსი. გიორგი, რამდენი აქვს კლირენსი? 45 სანტიმეტრი. 45 სანტიმეტრი. მოდი, ეხლა ვნახოთ ჩვენს მანქანაზე რამდენი აქვს კლირენსი, რადგან ჩვენს მანქანას განსხვავებული საბურავები აქვს, ბევრად დიდია ეს საბურავი, დაახლოებით 47 ინჩზე დიდია. ზაზა, საბურავები რა წნევა გაქვს შიგნით საბურავებში? 1.5. ჩვენთანაც ანალოგიურად 1 და 2-ია, 1 და 3 საბურავებში წნევა. და ვნახოთ ამის კლირენსი რამდენი. ეს არის 47 ინჩიანი საბურავი. 47 და 2-ია. დაახლოებით არის 122 სანტიმეტრი სიმაღლეში. და მოდი ვნახოთ ამის კლირენსი დაბალ წნევაზე, ასე რომ ვთქვათ, რამდენია. ვერ ვნახოთ ახლა 40 ოგულში. 47 სანტიმეტრია დაახლოებით. იმიტომ რომ 58 სანტიმეტრია. მადლობა გიორგი, გაბერილი საბურავები 2 და 1-ზე. აი წარმოიდგინეთ ამ ხელას სხვაობას გვაძლევს კლირენს. ეს დადებითი მხარე რაც არის ამ პორტალების, ხოლო რაც შეეხება ამ პორტალების უარყოფითი მხარე, მინდა გითხრათ რომ ჩათვალეთ რომ მანქანაზე გააქვს ზედმეტად დამატებული კბილანები, სალნიკები, ზეთის ხმევა აქვს, რომელიც ცალკე კიდევ მოსავლელია, ცალკე კიდევ თუ დაგიზიანდათ საკმაოდ რთული საშუალებელია, ესე ადვილად ვერ შეიძენთ აქ და მეტად მოსაფრთხილებელია. ანუ ჩვეულებრივი ხიდის შემთხვევაში დიძრავს როცა მოყენებენ, უფრო მეტ შეიძლება მეტი აიტანოს ჩვეულებრივმა ხიდმა ბრუნი ვიდრე პორტალურმა ხიდმა, იმიტომ რომ ამის მაქსიმალური სიჩქარე ყოველთვის ქარხანა დამამზადებელს აქვს შეზღუდული პორტალის შემთხვევაში, რომ არ გაცხელდეს და თვითონ პორტალის კბილანები არ დაზიანდეს. ანალოგიური შეიძლება ვთქვათ უნიმოგზეც, ვოლვოზეც, პინსგაუერზეც, რომელსაც ქარხნულად მოსდევს პორტალური ხიდები. და ალბათ ყველა პორტალზე რაღაც გარკვეული შეზღუდვები აუცილებლად ექნება. საზა, ბარემ აქ ვართ და რაღაცა შემოგთავაზებ, არ გინდა? აქ ყოფილა სადღაც SS3 ახლოს. ხო და ინტერესის თემაში ხო არ შევარდეთ? ჩვენ მაყურებლებს ვაჩვენოთ როგორ დადის ჩვენი უნიმოგები. გამოწვევისთვის, ჩავძიროთ, დავახჩოთ, გავერთოთ. ბოლო ჯალამბარი გვაქვს. სამწუხაროა რომ ნიკოს მანქანას საბურავი დაუზიანდა და ჩვენთან ერთად ვერ წამოიყვანა. სამაგიეროდ მოგვეხმარება იქიდან. ისე თქვენ რაღაც ნამეტანი კარგად ზიხართ მანდ, რა ხდება? იაგერს უბერავთ. ამის გარეშე აბა ამ სიცივეში
აქ რა მოგვიყვანდა. რა ვქნათ, გავიგიჟოთ თავი, ნიკო. შევარდეთ SS3-ზე. იქ ბოლო აღმართზე დარწმუნებული ვარ, ვერავთ ჩვენ ბრუნი არა გვაქვს, მაგრამ იქამდე თუ მივედით, მან მგონი რამდენი ხანია არავინ არ ყოფილა. ნახოთ, აბა შევხედოთ, რა სიზავს ჩვენი მანქანები. დღესდღეობით ყველაზე რთული მონაკვეთი ეგ არის. სანამ SS3-ზე გადავალთ. ავერთოთ ცოტა. მოდი, წამოდი. იქიდან ადვილია. აი, აქედანაა ცოტა ძნელი. მაგრამ ამისთვის რაღაც არ მგონია რამე ძნელი იყოს. აი, წავიდეთ SS3-ზე. ეს საჩვენო გუბი არ არის. ჩამოვედით მეგობრებო, ჭილის ტბიდან, ვიყავით SS3-ზე. გავერთეთ, ვისიამოვნეთ, ძალიან დიდი ტალახებია, ძალიან ბევრი წაქცეული ხედა გვხვდა, რომელიც გადავჭერით და გავიარეთ, გავინთავისუფლეთ გზა, შეგიძლიათ აისეირნოთ, გატესტოთ. დაზიანებები ისეთი არაფერი არ გვაქვს, სარკეები სპეციალურად დავხსენით. ერთადერთი თუ ვატყობთ, აი ეს ფრთა პატარაზე შეგვეღუნა, იმიტომ რომ დაახლოებით 1.80 მ კედელს ვეჯახებოდით მარჯვენა მხარეს. აღავთ ვიდეოში საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა. ხოლო რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ განხილვას პორტალებთან დაკავშირებით, თუ რაიმე შეკითხვები დაგებადებათ, აუცილებლად მოგწერეთ კომენტარებში და ჩვენც ვეცდებით მაქსიმალურად დროულად გიპასუხოთ თქვენ შეკითხვებს. წარმატებებს გისურვებთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გააზიარეთ და გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს.